ჩვენებას თქვენ მზადყოფოთ დასკვნითი სიტყვისთვის, ვინაიდან ჩვენ აღარ დაგვჭირდეს ამ სხდომის შედეგის სხდომის კიდევ ერთხელ გადადება. ბატონო მიხეილ, მოგისმენთ თქვენ და ეცადეთ რომ მაქსიმალურად აკციის ჩაერგოთ. მე მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ ქრისტეს შობა ყველას ვინც გვისმენს. Христос народился, звездом Христовым всех украинцев და ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავ ყველას ვინც ამ დღესასწაულს ზეიმობს და მინდა გისურვოთ წარმატება და ამ მაჯრაჯუნების დროზე მოშორება. საქართველოს ხელში ჩაიგდო ნამდვილმა მაფიამ. Kosatxuila ისტერიჩკების ბრიგადამ ძალადგურებს ყველაფერ ქართულს. ამიტომ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ყველა ფორმატში, რომელიც ამათ მოშორებას ხელს უწყობს, ნაციონალურ დრო მიიღებს სხვა პარტიებთან ერთად საუნ ზურაბიშვილთან ერთად საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. აი ტყიბულში განთავისუფლეს 150 მეშახტე. პრაქტიკულად შიმშილისთვის გაწიდეს ისედაც ძიმა მდგომარეობაში ყოფი ადამიანები. ჩვენი მოწვევა რა თქმა უნდა ამას უნდა გამოვიხმაუროს. რა თქმა უნდა მე გამოვხატავ სულ სოლიდარობას ჩვენი პოლიტპატიმრების მიმართ, იმ ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც დაკავებული არიან სრულიად უმიზეზოდ. მაგრამ მეგობრებო, მე ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ხანდახან გაიხსენოთ ისე თუ რა უსამართლობა ხდება ჩემს მიმართ. დღეს დილას გამომიცხადა რუსულმა რეჟიმმა თუმცა კორესპონდენციას ვერ მივიღებ. ეს ადვოკატმა აღარ შეუმიტან კორესპონდენცია. კერვე Facebook-ის აბონენტები. რუსები არიან, აბა რა არიან? ნავალნის არ უკეთებდნენ ასეთ რაღაცებს. რატომ მივაფუჩეჭე და დავაიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე? რატომ მივაფუჩეჭე და დავიწყეთ ეს ფაქტი? რომ ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მოსჯილი. რა მე ყველაზე უარესი და ყველაზე დაუმსახურებელი ვიდრე ვარ საქართველოსი? თქვენ რა არიცით რისთვის ვართ აქ თუ კიდევ გავაგზავნოთ ის ჩარმანკა რომ არა რაღაცა მაინც ეკრება მიქარული და ჩაგდენილი. რა მაქვს მიქარული ის რომ ჭაობინ არა მოაწია სახელმწიფო ის რომ კრიმინალი დამომარცხეთ? თქვენ ვერ ხედავთ გუში რა მოხდა რომ შეიჭრა ის 100 მილიონი დარბია კლუბი. 90-იან წლებში რომ გადაგუყარეს, მე ხედავთ და ისე უნდა გააგზავნოთ იმის ლაპარაკი სისხლიანი წრაწელი. რა სისხლიანი წრაწელი რუსული პროპაგანდის კლიშეს, ვინც იმეორებს პირდაპირ არის კოცი და ბიძინაზე უვალესი კოცი. 90-იან წლებში დაგუყარეს და იქიდან ამოვაქრიეთ ჩვენ ეს ქვეყანა მაშინ. ყველა ხوارკვირიანი კრიმინალი ტიპიშები, რომელსაც ჯერ კიდე კრიფავენ, აკენას ფუქტირის რუსეთს და იქიდან მიშასრავო ისინი პასუხობენ. რუსეთს და მიშას უპირისპირებენ ერთმანეთს. და ის რომ ორმაგი პატიმრობა მაქვს მიჟილი, ყველანაირი სამართლების ნორმის დარღვევა. რომ როგორ არ მოხდეს რამეს მეთოდებით გათავისუფლება, ამათ თუნდაც სამუნაო პატიმრობა მომისაჯონ და აქ გამარადგონ. იმუდათ იმიტომ რომ თელსოფლიოს დღესაც რომ შემოშვის ისეთ კორესპონდენცია, იმიტომ რომ თელსოფლიოსთან მაქვს მიმოწერა. აი ამ წიგში რაც გამოგვიძება აღწერილი მაქვს ზუსტად ის პროცესები რომელიც მოხდებოდა წინასწარ ვიწინასწარებდით და მათ შორის ბევრ სოფლიო ლიდერთან ინტერაქცია. ძალიან ბევრ მოქმედ სოფლიო ლიდერთან მეგობრობ და მაქვს მიმოწერა და ამ მიმოწერას მიჩერებენ. ამ მიმოწერას მიჩერებენ, იმიტომ რომ თვითონ აღარავინ აღარ ელაპარაკებათ და მხოლოდ ბიზნეს ხდებიან. მე მინდა უთხრა ბიზნესმენებს, რომელიც აგერ ხმას არიღებენ ჩემ პატიმრობაზე, უკაცრავად, მაგრამ ეს გამჭირველი გადასახადები, ეს საგადასახადო სისტემა უმარტივესი და დაბალი გადასახადები, ეს თავის დროზე არ ოკოროპირებები არ მოდის, ეს ბიზნესის რეგისტრაცია, ეს ყველაფერი მე არ მოგიცით. და ეს უნდა ხელები დაიწყო თქვა და კამპანიამ ის ნუ არ მოგწონა იმიტომ გადავირჩიოთ. იმის მერე რა მიიღეთ ახალი და უკეთესი. ანგრევენ იმას ყველაფერს რაც ჩვენ შევქმნით. ესენი აპირებენ, რა თქმა უნდა, არანაირ არჩევნებზე წასვლას ესენი არ აპირებენ. ესენი ფიქრობენ, რომ ძალა აღმარცხნავს, ძალა თუ აღმარცხნავს, ძალა არის ხალხში. თავარი ამ ძალას უნდა დაორგანიზება, ამ ჩემ წიგნს ქვია ძალის გამოგვიძება. და ამ ძალას ჭირდება დაორგანიზება.
ამ ჭირას ძალას ჭირდება ერთ მუშტად შეკვრა და მუშტმა უნდა ჩამოანგრიოს ეს მაფიოზური სისტემა მაფიოზები ძალიან შიშები არიან გუშინ აი კალაძემ რომ მიიყვანა მოლინჯერს რომ გამოაყუნძურეს თავის იმიტირებული იმიტი ეს კრიმინალური ელემენტები ნახეთ როგორ მალავდნენ სახეებს ყველა მაფიოზის ცალ-ცალკე ძალიან ეშინია მათ ძალა არ აქვს ესენი აპირებენ ახალწელს კლუბებში ეხლა შემოყარეს ძალიან დიდი რაოდენობის ნარკოტიკები ჩინეთიდან ფიქრობენ რომ კლუბერები რომელიც წინახაზე არიან დოლის ამენაერად ამითი გამოიყო რომ ხმობიდან ვინც ვერ დაიჭირეს და ვინც ვერ ცემეს კიდევ ამიტომ ეს ყველაფერი იქნება მაგრამ რამდენადაც არ უნდა იარო მაინც ჩვენ დავთ ის ხოჩოს ბიზნესზე ვაპარაკოთ მივესალმებ ნიკა გილაურის ინიციატივას იმის თაობაზე რომ ეხმარება მათ შორის ჯარიმებს იხდის იმ ხალხის ვინც სხვა ბიზნესმენებთან ვინც არის დაკავებული უკანონოდ ნიკა გილაური იყო ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი გამიხადებოდა რომ ერთხელ მაინც ახსენოს ვის დროს იყო პრემიერ-მინისტრი ისი აუს გეუბნება ციდან ჩამოვარდა ყველა რეფორმები და პოლიტიკური ხარდაჭერა მეიდანა დაიბადა მაგრამ ნუ ძალიან გავსაბუთს აკეთებს ნიკა და მე მინდა მისი მეგობრების ამ ინიციატივას ძლიერ მივესალმებ სიტუაცია არის ძალიან კონკრეტული ხალხი არის თვითორგანიზებული მე მეუბნებიან აი რატო თქვი რომ ხალხი ჩამოყავს წინდა ხალხი ჩამოყავს თავის თავად და ჩამოყავს დიახ თითოეულ ადამიანს ჩამოყავს მეორე ადამიანი მეორეს ჩამოყავს მესამე ადამიანი ჩვენც მოუწოდებთ ხოლმე სხვადასხვა ადამიანები რომ მოდი ახლა შევიკლიკოთ ერთად რა თქმა უნდა ეს არის ჩამოყოლაცა და ეს ჩამოყოლაც და თვითორგანიზებას და თვითგაერთიანებას ერთ-ერთი რაც მინდა გითხრათ რომ მეგობრებო თქვენ გახსოვთ რისთვის მართლაც ეს კომედია ეს რობოტების თეატრი მე ადამიანს რომელსაც ციცე გადასახვა არ გქონდა და მე ბიზნესმენს მინდა უთხრათ სოლიდარობა რომ გამოგეხატათ აუცილებლად წელს უნდა ჩავშრომოდით თქვენ ხო იცით თუ კაპიკი არ გამომოჩვია არასოდეს თქვენთვის თქვენ ხო იცით რომ თქვენი გამდიდრება თქვენი წინსვლა მიხარდა როგორც ჩემპიონატი თუმცა მე არაფერზე პრაქტიკულად ბინა არ მაქვს თბილისში მაგრამ ძალიან მარტივია რაღაც მასამართლებენ იმისათვის რომ რა ხარჯებიც გაიცა საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მიერ ამ ხარჯებისთვის მასამართლებენ და ამისთვის მაპირებენ რომ სამუდაო პატიმრო მომისაჯო საერთოდ წარმოგიდგენთ პიჯაკების საქმე არა პიჯაკები არ არის იზახენ ამათი იმედის პროპაგანდა ეს არის ვიღაცამ თუ სხეულის რაღაც ნაწილები დახატა ნახატი და ის ნახატი რომ ის ნახატი სახში წავიღეთ ჩაოლებიოთ ხიდულობდი ყველაფერს საქართველოს რამე წავიღე სახში რა ხილალი კრიტოს რო წყალი დავალივე ეს რო არის შეტანილი ხარჯებში ბაიდენის დახოძის და თუ კაჩინსკის და ვაცლავ-ჰაველის საფლავზე მიტანილი გვირგვინები რო არის შეტანილი ამისთვის რომ მიჯია სამუდამ პატიმრობას ამის დროს დავქცინია რა არაფხოდ მე თქვენ რო დაქცინია სამართლის იდეას რო დაქცინეს ეს მაფიოზი უიდან გადაცული თქვენ ვერ იმჩნევთ ყველაფერს და ესე სააკაშოზე ლაპარაკი არ მოსულა რამდენიც უნდა გაჩვენენ პოლიტიკოსები ქართული ხალხი ძალიან კარგად აზია მოსული ძალიან კარგად იცის მათ შორის ის თუ რა სამართლობის შეხვედრით გავხდი მე იმისათვის რომ მოისურვეთ ჩემ ხალხს დახმარება იმისათვის რომ არ დაუყარეთ თავი დამხრობელს იმისათვის რომ არ მივატოვე დედაქალაქი როდესაც ყველა გახსნილი მქონდა და ემუქრებოდნენ მოკლედ იმისათვის რომ ჩამოვედი როცა ყველაზე მეტად აუჭიროთ ჩემ ქვეყანას და მე მინდა ყველას ვთქვათ სინდისის კარგი საქონელი ხანდახან ვიფიქროთ იმაზე რომ სამართალი არ შეიძლება იყოს შერჩევითი როგორ ეს სასამართლო პროკურატურა ყველას მიმართ უსამართლო სააკაშვილის გინდა
როცა თქვენი მსოფლიო იწახშო გამოუშვითო რუსეთის გარდა რა თქმა უნდა შეიძლება ხშირაკლებას დავმალოთ მე ყველაზე მეტად რაც მაწუხებს დღეს ეს არის 90-იან წლებში ჩვენ დაბრუნება იმდენი თაგაბოლეს ამ ძახილით რომ პირდაპირ მოგვაქალეს 90-იან წლებში ვერ ხედავთ რომ პოლიციის ფედერალიზაცია ხდება ჩვენ თვალწინააღმდეგ ხედავთ სხვა მეტი ინტელექტი ვიდრე ამ კულტმაკარ რობოტიც რომელთაც ხალხსაცები ვერ ხედავთ რომ სრული შემთხვევა მოხდა კრიმინალისტის სახელმწიფოში და ვერ ხედავთ რომ ეს ყველასთან მივა და ყველას შეუვარდებიან და ყველას გადაულია და ვერ ხედავთ რომ ერთ ამ ადამიანმა რომელსაც ამოგიყვანეთ ამ ყველაფრიდან აი კრიმინალისტგან დაგიხსნა სწორედ ამისთვის ათრიეს მიწაზე და ამისთვის ზივა რა ციხეში ხადახალ ფიქრობ რომ მართლა ნელად ამქო სიმართლე აღარ არსებობს მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ საქართველოს გაიმართოთ ზუსტად ვიცი რომ ეს მოძრაობა შეუქცევადებს ზუსტად ვიცი რომ ჩვენი წისვლა გარდაუვალია ამას რაც ერთ-ერთ საიტზე იყო ამათი და იქ ვიღაცები გამოტონა სააკაშვილი უნდა დაუშვათ ამ თანამდებობაზე ზოგმა საგარეო მინისტრად დამნიშნა ზოგმა პრემიერ-მინისტრად დამნიშნა ხო უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე ვთქვი რომ უკრაინაში უკრაინის მოქალაქე ვარ და უკრაინაში თავაზობდნენ თავაში მომავალში შეთავაზებენ ძალიან მაღალ თანამდებობებს რაც შეიძლება დიდ ქვეყანაში რა ტილაობაა ჩემთვის თანამდებობები და საქართველოს მართლა გჯერათ რომ რომელიმე თქვენგან კონკურენტია პოლიტიკოსს მინდა მიმართო აქ თანამდებობის დაკავებაში ეს ჩემთვის გავლილი ეტაპია მე აქ ვარ იმისთვის რომ თქვენ ამ ახალობას გავხსნათ ეს არის ჩემი გამოცხადება მიზეზი ახალი პოლიტიკური კლასის შექმნას შევუწყო ხელი მე არა ვარ კონკურენტი არც სალომე ზურაბიშვილის მიუხედავად მას რა გონია და არც ვარ კონკურენტი არც არავის ვისაც შევიციხეში უფრო უნდა რომ აი თუ გამოვიდა და ის შეაიღებს ყველას რა სწავია გარდა იმისა რომ მინდა დავეხმაროთ ჩვენ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს დიქტატურა იმიტომ რომ მე ახლა ვიბჯი არა თანამდებობებს იმიტომ რომ კიდევ ერთ მომორებში თანამდებობები დაკავების საშუალება მათ სხვა ქვეყანაში ბევრად უფრო დიდში ბევრად უფრო დიდარში მე ვიბჯი ის რომ კონდეს სამშობლო ჩვენ ყველანი ვინც ქუჩას განა იბჯით იმისათვის რომ კონდეთ სამშობლო მეგობრებო და იმიტომ რომ სადაც კალიფორნიაში თუ მალაზიაში თუ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში რომ იყო წარმატებული თუ შენ საქვეყანა არ აქვს მაშინ შენ ადამიანად სახევარი ადამიანი პრაქტიკულად შენ იდენტურობას კარგავს შენ მეობას კარგავს შენ არსებობის აზრს კარგავს და ეს ხდება ამ კვირებში ამიტომ მე ბოლოს და ბოლოს მიხარია რომ ყველა მიხვდა რომ ესენი თავისი დამცნობები არ არიან ყველა მიხვდა რომ არ საჭიროა მიწოლა ყველა მიხვდა რომ საჭიროა გამოყენება ბრძოლის გაცილებით უფრო აგრესიული მშვიდობიანი მაგრამ აგრესიული და ძეწორი ფორმების ამათ ყველა წესები დაარღვიეს ყველა კანონები დაარღვიეს ერთმანეთი კანონები და ადამიანობა და ამიტომ ჩვენი მხრიდან ახლა ლაპარაკი იმაზე რომ ვაიმე რომელიმე პროცედურა ხო არ არის დარღვეული რა პროცედურებზე ლაპარაკობთ შეხედეთ რას დაამსგავსებ ქვეყანა რა სასამართლოები დგება სასამართლო სიტყვას უხერხულია უბრალოდ ამ ყველაფერთან მიმართებაში რა მარტები გამოზარდა დაამთავრებ თქვენ მოსამართლე და თქვენ დაამთავრებ ძალიან ცუდად თქვენ შეიძლება ხომ მომისაჯოთ სამუდამო პატიო მაგრამ მე გაცნობ გარანტიას რომ ყველანი თქვენგანი დაამთავრებ ძალიან ცუდად ყველანი თქვენგანი იქნებით
წარგებით არა ქართული საერთაშორისო მართლმსაჯულებში თქვენ ახართ მკვლელები თქვენ ახართ ის ხალხი ანადგურებ თქვენ ახართ ის ხალხი ვინც დაემონა გამხობას თქვენ ახართ ის ხალხი ვინც ანადგურებ ყოველ საქართველოს ამიტომ საქართველოს აუცილებლად გაიმარჯვებს თქვენ და ის ხარის მოსმენას აღწევთ. კარგი. იმას სადამე